საღამო მშვიდობის ჩვენო ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. გადაცემა გახსოვს, კვლავ თქვენი მასპინძელია. მოგესალმებათ, ჩვენ გადაცემას ხანგრძლივი ისტორია არ აქვს. სულ რაღაც ათეული გადაცემა თუ გასულა ეთერში. და ის პოპულარობა, რომელიც მან უკვე საბედნიეროდ მოიპოვა, ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი დამსახურებაა. და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენი აზრები, თქვენი რჩევები, თქვენი შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყოველთვის გვეხმარება უკეთესი რომ ვიყოთ და უკეთესი პროდუქტი შემოგთავაზოთ. მოგეხსენებათ, გადაცემა YouTube-ზეც არის ატვირთული და Facebook-ზეც აქვს თავის გვერდი. დასახელება ორივეგან ერთი და იგივეა, გახსოვს ქვია. გადაცემა გახსოვს. გადაცემა გახსოვს, ხო? და სადაც თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ ვისთან გსურთ მომავალში შეხვედრა, ვის იხილავდით, ვის გსურთ რომ იხილოთ სტუმრად, ან რა მოვლენები გავაშუქოთ. დიდ მადლობას გადაგიხდით ამისთვის, თუ შეწუხდებით და მას გააკეთეთ და ვფიქრობ გადაცემაც უფრო შემდგომი გადაცემების უფრო საინტერესო გამოვა. ეხლა გადავიდეთ დღევანდელ თემაზე. ეს გადაცემა მიეძღვნება მე-20 საუკუნის სადღაც პირველი ნახევრის ალბათ უფრო შეიძლება ითქვას ორ გამოჩენილ და დიდ კალათბურთელს. კალათბურთელების დუეტს ბატონებს ოთარ ქორკიას და ნოდარ ჯორჯიკიას. სამწუხაროდ დღეს ახლა მათი თამაშის ყურების მნახველი ცოტაღა თუა დარჩენილი. ეს არ არის ბატონო გოჭადა. სამწუხაროდ. მაგრამ ესენი რომ ლეგენდარული კალათბურთელები იყვნენ და არა მარტო ქართული და არა მარტო საბჭოთა, შეიძლება ითქვას ევროპული და შეიძლება ითქვას მსოფლიო მასშტაბითაც კი, ამაზე მათი წარმატებებიც მეტყველებს. თუ ისეთი ფიგურები არიან, როგორც ფეხბურთში იყო, თქვა ბორის ბაიჭაძე, ჯემალ ცეცოძე, ხელბურთში ქართული კალათბურთისთვის, პეტრე მშვენიერზე მაგალითად წყალბურთისთვის რაც იყო. გეთანხმებით, ნამდვილად ესე იყო. და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ბატონი ვაჟა სიმონიშვილი, რომელიც თავის ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ძალიან კარგად იცნობს ამ საკითხს, იცნობს საერთოდ ქართულ კალათბურთს. და ამის დასტური რომ ჩვენ გმირებზეც საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს, გახლავთ ის, რომ აი სწორედ ბატონი ვაჟა დანელიას მიერ გამოცემულ წიგნს ოთარ ქორკია ავტორია ვაჟა დანელია. კი ბატონო, მაგივ თქვი, ვაჟა დანელიას მიერ გამოცემული წიგნის რედაქტორი გახლავთ ბატონი ვაჟა სიმონიშვილი. და გარდა ამისა, მას კალათბურთთან კიდე ბევრი რამ აკავშირებს და რომელსაც ალბათ ჯერ უპირველეს ყოვლისა თავად მოგახსენებ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩემო ვაჟა ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს, როგორც YouTube-ის, ასევე სატელევიზიო და ეს გისურვებდით, რომ გადაცემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, მაგრამ დღითი დღე კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. ეს ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ როდესაც თაობა მიდის, უნდა ძლიერმა თაობამ შეცვალოს. ეს ეხდებოდა კალათბურთში და ეს ყველაფერი ის წინათაობის ამბები უნდა
გადაეცეს შეიძლება თამაში არ აქვს ნაყოფი, მაგრამ როგორღაც უნდა გაიგოს ადამიანი, როგორ უნდა გაიგოს დღეს რა თქმა უნდა უკვე თანამედროვე თაობა რო ამთავრებს კარიერას, გას ვიცით რომ ვიდეოები არის, მაგრამ აი წინა საუკუნის თემები ჯერაც არ არის ესე კარგად გაშუქებული. მე მახსოვს ბატონ გურამინაშვილს ევროპის სამგზის ჩემპიონს ვუპოვე ეს თავისი 60 წლის ოლიმპიადის ფინალი. აი არ ქონა ნანახი და ფინალის ვიდეო და აი ძალიან გაუხარდა რა და რა თქმა უნდა ესეთი ვიდეოები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა ოთარ ქორქიაზეც, ჯორჯიკიაზეც, მაგრამ დღეს აი პატარა ფრაგმენტები გვაქვს და იმედი მაქვს რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი კიდევ უფრო შეივსება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიის, ანუ ამ შემთხვევაში სასაგალობლო ისტორიის დასაწყისი რა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე კალათბურთელმა იცოდეს ვინ არის ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქია, ასე რომ ძალიან კარგი საქმეა და წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებებს. წარმატებები საამაყო ნაწილი არის ჩვენი ისტორიის ეს. ეს ორი ისეთი. გეტყვი თან რა არის მომავალი თაობა მე ვფიქრობ და ალბათ ესეც არის მომავალი თაობა საერთოდ გმირებზე იზრდება ხო გმირების ისტორიაზე და კალათბურთში გმირები აი ეს ხალხი არიან ვისაც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ. პირველი გმირები ჩვენი კალათბურთი. კი ბატონო. და ვაჟა ხა მე მინდა გახამ აი ეს წიგნი აჩვენა მაყურებელს და ეს სერიალი არტანუჯის გამომცემლობის სერიალი და აი როგორ დაიბადა ეს იდეა და აი რა წიგნებია გამოსული რომ მოგვიყვე თუ შეიძლება ესე იგი არტანუჯის გამომცემელი არის ბატონი ბუბა კუდავა, რომელმაც რა თქმა უნდა ერთი მისი იდეა იყო და ერთი შეხვედრის შემდეგ აი ეს საკმაოდ ცლად ვისაუბრეთ რა შეიძლება გაკეთდეს და ბუბას ჰქონდა იდეა რომ ზოგადად არტანუჯი გასაგებია რომ არის დოკუმენტური ლიტერატურა, ისტორიული ლიტერატურა, მაგრამ სპორტშიც ყოფილიყო წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ეს ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ როდესაც წიგნი გამოდის სპორტზე, ნამდვილად მიხარებ ქართული წიგნი მით უმეტეს რა და აუცილებლად დაგიდგები მეთქი გვერდში და გავაკეთოთ ის რაც თქვათ ისეთი რომ იყოს თქვათ ესეთი მისაღები ყველასთვის და საინტერესო და ამ ეს სერია აი ძალიან მრავალფეროვანია თავიდანვე ესე დაიგეგმა რომ ყოფილიყო მრავალმხრივი რა იგივე აქ არის თანამედროვე რონალდო კი რონალდო სანევი ოთარ ქორქია ყიფიანი გვარდიოლა მწვრთნელი გიორგი ნიკოლაძე და ჩემს საყვარელ დელ პიეროს ხედავ ეგერგია დიახ დელ პიერო არ თქვი და რა თქმა უნდა მესი ბუფონი და მოკლედ ლებრონ ჯეიმსი ეს არის სერია ეს არის სერია რომელიც დაიბადა წელიწადნახევრის წინ და განგრძობადი არის და გაგრძელება ეს ვიდრე ლეგენდები არ დაილევა და ვფიქრობ რომ ეს რა ვიცი ახლა თუ მარკეტინგულადაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ეს არის ის სფერო რომ ბიზნესია ესეც რომ უნდა დაიყიდოს წიგნი თორემ ისე რთულია რომ გამოუშვა მაგრამ რეალურად ეს როდესაც საქმე ეხება ლეგენდას ამ ხრივაც პლუსია როდესაც ხედავ რომ ლეგენდაზე გამოდის წიგნი რა თქმა უნდა იყიდება ზოგი მეტი ზოგი ნაკლები მაგრამ ასე თუ ისე მარკეტინგულადაც მომგებიანია და ვფიქრობ რომ კარგი იდეა იყო ბუბასი რომელსაც ფთა შეესხა და უკვე შემდეგი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია შემდეგი წიგნებიც დაგეგმილია და თუ შეიძლება ვიტყვი რომ რა ვიცი ხა თემა რომ მზად არის უკვე გამოსაცემად ნიკოლოზ ერუგინი რამას შენგელია ჰაკუჰო ზიდანი მზადდება და მოკლედ თუ სურვილი ექნება თქვა მკითხოს კიდე რომელიმე ესეთი ეგეც შეიძლება რომ რა თქმა უნდა მოგწერონ და გვითხრან რომ თქვა ამ ვარსკვლავის შეგვიძლია წავიკითხოთ და ერთი ნიუანსი კიდევ რა ეს წიგნები არის მოცულობით დიდი არ არის პატარა არის და იდეა ეს იდეაც საერთო რა თქმა უნდა ბუბას იდეაც იყო და მეც დავეთანხმე რომ როდესაც ლაპარაკი არის
თქვათ თანამედროვე ახალგაზრდებზე აი ეს ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ახალგაზრდა უნდა წაიკითხოს მომავალ თაობამ წაიკითხოს რომ გაიგოს ვინ არის თქვათ ოთარ ქორქია დავიტყიფიან რა თქმა უნდა გვარები გაგებული აქვს მაგრამ ამ მოკლე პატარა ამბებში ეს არის ბიოგრაფიები ავტორი მოკლე პატარა ამბებში ძალიან ბევრი რამის მნიშვნელოვანი რამის გაგება შეუძლიათ და სხვათა შორის რამდენიმე ბავშვმა მითხრა რომ ეს პირველი ჩემი წიგნი ეს არის რომ წავიკითხო და დედამისაც ვესაუბრეთ თქვათ ესე და რომ დაინახავ ესეთი პატარა იყო გაუხარდა მალე წავიკითხავ და რა თქმა უნდა ეს დასაწყისია ხო შემდეგ მე ლეგენდას მეორესაც წაიკითხავს მაგრამ მე უკვე მედიამ ხალხურ ლიტერატურას გადავა კი ბატონო ეტაღვებით წერამ ბრძანაზე სანამ იქამდე გამოვა ეს სიგნები სანამ ალბათ ლეგენდები არ დაილევო და მინდა გითხრათ და ტაშიც დაგეკრათ რომ შვენიერი სამსახური გიშოვიათ ბატონო ვაჟა იმიტომ რომ რა დალევს ამ ლეგენდებზე გამორთელი ცხოვრება სამსახური გაქვთ გილოსავთ ამას მივოთ ახლა ვაჟა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აქვს ძალიან კარგი სერია საქართველოს ნაკრებზე კალათბურთელთა ნაკრებზე ფილმები არის გადაღებული და ახლა აი სამომავლო გეგმები რა არის ახლა კიდე აპირებთ ხო გაგრძელებას კი ბატონო ესე იგი 6 სერია ახლა უკვე მე-7 წელს გამოვიდა მე-7 სერია და კი არის ჩაწერილიც ყავს და მერვე მე-9 სერიაც ესე ვერ ვიტყვი კონკრეტულად ამ დროს გამოვა მაგრამ მასალა არის უკვე მომზადებული და აუცილებლად იქნება რა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც არის ესე იგი მე-7 არა ხო მერვე სერია ანუ 6 სერია გამოვიდა 2022 წელს მე-7 გამოვიდა წელს 2025 წელს და დარჩენილი არის სოფლიო ჩემპიონატის 2023 წლის სოფლიო ჩემპიონატზე კალათბურთელთა ნაკრების ასპარეზობა და ამის შემდეგ უკვე წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი რომელიც ვფიქრობ რომ აუცილებლად მისახედია გასაკეთებელია რომ ესეთი შედეგი არ ქონია და სხვათა შორის ზუსტად აი ამ თემასთან პარალელი შეიძლება გაევლოს რომ როდესაც იქ ევროპის ჩემპიონატზე საუბრობთ ხა იქ ჟურნალისტებით მოგეხსენებათ რომ ერთმანეთში ყველასთან საუბრობს აზრებს უზიარებს და ესი ფრანგი ჟურნალისტი მეკითხება რაღაც ცოტა თავიდან იმედიანად იყო რომ რო ხდებოდნენ მე უკვე რომ მოუგეთ საფრანგეთს იმის მე ცოტა გაკვირვებული იყო და დეტალურად გამოვკითხა რა სიტუაცია ანუ როგორ საქართველოში კალათბურთი როგორ არის და მე ერთადერთი ეს უთხარი რომ დღეს კალათბურთი როგორც არის ეს ნუ ესეთი თემა ნაკრების შედეგიდან ჩანს და იქ შიდა ჩემპიონატში რა ხდება ეგ უკვე სხვა ბევრი სალაპარაკო მაგრამ რეალურად ეს შენგელიას კარგი თამაში ეს ჩვენი ნაკრების წარმატება არ არის ხოლო დღევანდელი ეს ისტორიიდან მოდის ჩვენ ევროპის ესე იგი 4 გზის ჩემპიონი ყავს საკანდელიძე ყველაზე მეტი 3 გზის ჩემპიონი 2 ოთარ ქორქია და გურამინაშვილი და ესეთი რომ გაიგო ცოტა სოფლიო ჩემპიონები ყავს ხო სოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები რა თქმა უნდა ანუ ისეთი სიტუაცია რომ ეს საამაყო რა თქმა უნდა მაგრამ ის ჩვენ ვიცით ესენი მაგრამ უცხოელი მარიციან და რა თქმა უნდა ნუ უკვე ცოტა გულზე მოეშვა ალბათ რომ ესეთ გუნდა წაგვიგიო არ ვიცი ეხლა ძირითად ჩვენ შეკრების თემას სანამ მიუბრუნდებოდეთ ოთარ ქორქიანო და ჯოჯიგას მე მინდა გკითხო კასპის გრიფინზე რომ ვაჟა მენეჯერი გახლავთ მაგ გუნდის ძალიან ნიჭიერი მწვრთნელი ყავს ახალგაზრდა გიორგი სიმონიშვილი და ერთი წლის შექმნილია ხო გუნდი და დაახლოებით ხო ცოტათი მეტი დაახლოებით 1 წლის არის და დარდი წარმატებას მიაღწია რაც თავარია მაყურებელი მიიზიდა აი ეს არის მთავარი ჩემი აზრით მთავარი ეგ არის რომ აი კასპში ადგილს ვერ ნახავ დარბაში სულ კალათბურთის თამაშზე ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ კასპი მანდამაც ტრადიციით გამოირჩევა კალათბურთის მაგრამ ისე და თან ყველაზე კარგი რა არის იცით რომ სულ ახალგაზრდები აი ბავშვები და უკვე ახალგაზრდობა სიამოვნებით მოდის თამაშებზე კასპში და აი მე მინდა კითხო ვაჟა რომ წარმატებული იყო შარშანდელი გამოსვლა ახალი გუნდის და წელს როგორი მიზნები, გეგმები და იმედებით ხვდებით სეზონს, რომელიც იანვარში მოკლედ თუ შეიძლება გოჩას დავამატებდი კიდე, აი
ქართველების ხარჯზე, ადგილობრივების ხარჯზე გადიხართ თუ ჩამოსული? საქართველოს ჩემპიონატში, ალიგა და სუპერლიგაში თამაშობენ ამერიკელები, ნუ მოედანზე უნდა იყოს 3 და ისე განაცხადში 4. ანუ ამერიკელები, ნუ ამერიკელების ხარჯი ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ქართველების, კარგი ქართველებიც არიან, ყველა გუნდი ეს არის. არაფერი ორი სიტყვას ვიტყვი, რომ შაშან ახალი შექმნილი გუნდი ითამაშა ფინალი და ნუ რუსთავთან დავამარცხეთ, რუსთავი შევიდა სუპერლიგაში და ჩვენ წელს ვემზადებით უკვე მეორე სეზონისთვის და პარალელით რაღაცნაირად რო გავავალოთ ამ ჩვენ იდეასთან, ჩვენს შეხვედრასთან და თქვა ლეგენდებთან ჩემს სიტყვას გავიხსენებ. პირველი თამაში რომ ითამაშა იყო 2 დეკემბერს 2004 წლის რუსთავში გავიმარჯვეთ. ამ ხანაგურ თამაში არავინ არ ელოდა და ამათეობნები ამ ამერიკელებს უთხარი რომ დღეს მეთქი თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენ იქნებით კასპის ლეგენდები, იმიტომ რომ გავა დრო, რა ვიცი, ხა იმედი მაქვს რომ ცოტა აქამდე არ იყო კალათბურთი დიდად, ნუ პროფესიონალ დონეზე არ იყო. გავა დრო და კასპშიც იქნება ის პირველ სეზონს ყოველთვის გაიხსენებენ, იმიტომ რომ კარგი ესეთი საინტერესო ამერიკელები ყავდა და ნახოთ. ქართველებიც კარგად თამაშობენ. კი, არა, ეგ აუცილებლად რა თქმა უნდა. ქართველების გარეშე ვისარგებლებ შემთხვევით და ნუ ეხლა საერთო აზრი შეიქმნა ესეთი, რომ საქართველოში კალათბურთში თაობათა ცვლის პერიოდია და ნუ რაღაც გარკვეულად ყველა თაობათა ცვლას ჩვენზე დიდ ქვეყნებშიც კი ისეთში როგორც არის ესპანეთი, საფრანგეთი, გარკვეული კრიზისი მოსდევს და პირადად ჩემი აზრი ისეთია, რომ საქართველოს გადაიტანს ამას ყველაფერს და ისევ გამოჩნდებიან, იმიტომ რომ ჩვენ რომ ავიღოთ ეხლა ისტორია საქართველოს კალათბურთის, რომ ჯორჯი კია წავიდა, მოვიდა გურამ მინაშვილი. გურამ მინაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავდა ზურაბ საკანდელიძე. ანუ არ ჩერდება ეს, ყოველთვის ვიღაცა იზრდება და შემდეგ ცინცაძე იყო, წოდებული გიორგი ცინცაძე და ყოველთვის იყვნენ და აი როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა უყურებთ ალბათ ახალგაზრდებს და ლიგებში უშაობთ და როგორ ფიქრობთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თაობათა ცვლა? კარგი პარალელი, კარგად დაიწყეთ, კარგი პარალელი იყო ის რომ გურამინაშვილი მეუბნებოდა ესო, როდესაც გამოვჩნდიო დინამოში რომ მივედიო, უკვე ვატყობდი რომ ჯორჯი კია ძალიან დიდ პატივს სცემდა რა თქმა უნდა გურამინაშვილს და გურამინაშვილიც რა თქმა უნდა სცემდა და ნუ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ჩემ გამო დაანება რომ მე რო ყოფილიყო მთავარი გამთამაშებელიო ჩემ გამო დაანება თავი კალათბურთს ჯორჯი კიამო და უკვე მე როდესაც გურამინაშვილი იყო საკალათბურთო თვალსაზრისით ასაკში მან დაანება კალათბურთს თავი თვითონ მითხეს რომ დავანებე თავი იმიტომ რომ საკანდელიძესთვის გამეხსნა გზაო და პირველი ყოფილიყო საკანდელიძეო. მე მგონია რომ გვერდზე გადგომაც შეიძლებოდა და თქვა საკანდელიძე ყოფილიყო, მაგრამ უბრალოდ მაინც ორივე ლეგენდა იყო, ჯორჯი კიას ლეგენდა იყო და მაინც ლეგენდის ჩრდილი შეიძლება და აი ეგეთი სიტუაცია რო ყოფილიყო ცინცაძესთან დაკავშირებით, აუ ძალიან იდეალური იქნებოდა და ძალიან რა ვიცი, მოხარული იქნებოდი, მაგრამ ცინცაძემ რომ კარიერა დაასრულა ესეთი ვარსკვლავი გამთამაშებელი არ გამოჩენილა ნუ რა თქმა უნდა როდესაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა 200 მატჩი გაქვს ნაკრებში უკვე ვარსკვლავი ხარ რა თქმა უნდა და მე ასე ვთვლი რომ ცინცაძე სწორედ ასეთია და აი კარგი იქნებოდა რომ მას ბოლოს არ დასჭირვებოდა ესე უკვე რომ საკმაოდ ასაკში იყო საკალათბურთო თვალსაზრისით და რომ არ ეთამაშა და ყოფილიყო ვინმე მისი კარგი შემცვლელი მით უმეტეს რომ როდესაც კალათბურთზე ვლაპარაკობთ გამთამაშებელი ნახევარი გუნდია რა ჩემთვის ძალიან ბევრი მით უმეტეს დღევანდელ კალათბურთში მას შემდეგ რაც სამქულიანები შემოვიდა გამთამაშებლის როლმა ბევრად მოიმატა და ბევრად აიწია და აი ეხა უკვე წელს გამოჩნდა მაგალითად მათეხატიაშვილი ხო არიან სხვა კალათბურთელებიც ლიკლიკაძეც იყო 2023-ში პროფესიონალზე ბევრი კალათბურთელია მაგრამ ხო ოჩიკიძე სათამაშოს წელს ტრავმა ჰქონდა და ვერ ითამაშა მაგრამ მთავარი რა არის რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება მაგრამ ეხა რამდენად ვარსკვლავი იქნება ეხა იმედი გვაქვს რომ მათეხატიაშვილი გახდება იმაზე დიდი ვარსკვლავი ვიდრე ცინცაძე იყო რა თქმა უნდა ცინცაძეს გაიხარდება ეს და ნახოთ
ლაპარაკია გამთამაშებელზე, თორე ამის საუბარია მე ჩვენ შეგვიძლია მე ვისაუბროთ იგივე შერმადინის შემცვლელზე, მაღალ კალათბურთელებზე, თუმცა საქართველოში მაღალი კალათბურთელები მაინც ბევრია და რა ვიცი, მგონია რომ რა ვიცი ხა, როდესაც ლაპარაკია სოფლიო ჩემპიონატზე და ევროპის ჩემპიონატზე, იქ უკვე კარგი შემცვლელი ყავს შერმადინს ვითაძის სახით, ხა. ვითაძესაც ჭირდება შეცვლები და ეს არის თაობა არის, მაგრამ ბევრი არა. იყო პერიოდი, როდესაც მაღალი კალათბურთელი დეფიციტი იყო საქართველოში. იყო ესეთი პერიოდი და ნუ ერთ ეხლა ლეჟავას შემდეგ დერიუგინი იყო და შემდეგ რუსები შემოყვება საერთოდ ჩამოყვანილი იყვნენ მილავიდოვი, ბარადაჩოვი და ოპოშნიანი და რა ვიცი ვინ აღარ იყო არა და დღეს ეხლა მადლობა ღმერთს ისეთი პერიოდი მოვიდა, როდესაც მაღალი კალათბურთელების დეფიციტი გუნდში არ იყო. ისე ვაჟაპატონ ეხლა ახალი გუნდები რო იხსნება თქვენი გუნდიც ახალი ეს გრიფინი რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა და საერთოდ სპორტის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგია რომ ისეთ არც თუ მაინც და მაინც საკალათბურთო კუთხისთვის როგორც იყო თქვა ქართალი კასპი უფრო ზუსტად რო თქვა რომ აი საკალათბურთო კერა არსებობს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საკალათბურთო ქალაქია ისეთი დაინტერესება ძალიან კარგია, ძალიან კარგია. რა მინდა რომ თქვა ჩვენ არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ ყველაზე უფრო წარმატებული გუნდური სპორტი არის კალათბურთი საქართველოში. ესეთი მიღწევები სხვა გუნდურ სპორტებში არ აგვაქვს. სათამაშო გუნდურში. კი ბატონო. ხო, სათამაშო, ნუ ახლა ეს მაინც ინდივიდუალური სათამაშო გულისხმება ყოველთვის. არა გვაქვს. და ამის ფლაგმანი კიდე ამ კალათბურთის ფლაგმანი ყოველთვის იყო თბილისის დინამო. კი ბატონო. ძალიან კარგია გრიფინი რო არსებობს, მაგრამ მე იმაზე მწყდება გული რომ დინამო აღარ არსებობს. რატო ხდება ეს რაღაცა? რისივრა მე დარწმუნებული რომ იქნება დინამო ახლო მომავალში. უბრალოდ დღეს ანუ აი რთულია მაგის თქმა აი რატომ შეიძლება რომ ვთქვა ესე დინამო რატომ გავარდა ჯერ სუპერლიგიდან მერე უკვე ალიგიდან და რატომ აღარ არის და ისტორიას თუ გადავხედოთ ესეთი რა თქმა უნდა ქუთაისიც იყო ჩავარდნები და ქუთაისაც არ ყავდა გუნდი სუპერლიგაში დღეს ჩემპიონი არის და ძალიან კარგი გუნდი არის 2000-იან წლებში იყო ასეთი სიტუაცია რომ ქუთაისელებს ძალიან ანუ კალათბურთელები რა თქმა უნდა ყავდათ მაგრამ ისეთები ალბათ ვერა რომ შეენარჩუნებინათ ხო ეს ადგილი სუპერლიგაში და ესეც დროებითი მგონია დინამოს ამბავი, იმიტომ რომ უბრალოდ რატომ მოხდა და როგორ მოხდა ეს ისეთი რთული სათქმელია ჩემთვის რა ეხა და მაგრამ დინამო მაინც იქნება რა მაგის თქვა მეტი რა ძალიან კარგი ძალიან კარგი ძალიან სამწუხარო როცა ეს დინამო გაქრა როცა 60 წელი იყო ჩემპიონთა თასის მოგებიდან მაგ წელს კი ზუსტად მაგ წელს უკვე დინამომ უარი განაცხადა ალიგის საკვალიფიკაციოზე და ნუ უკვე აღარ არსებობს როგორც გუნდი სამწუხაროა კეთილი ამ ცოტა მინორული ნოტიდან დაუბრუნდეთ ჩვენ თემას და მირებს ვისაუბროთ ნოდარზე და ოთარზე რა მიღწევებიც ჰქონდათ ეხლა მე ბევრს არ ჩამოვთვლი აქ ითქვა კიდევაც ჩამოვთვალე და რამდენი მარტო აი თქვენ წინ ერთ გადაცემაში აღნიშნე ჩემო გოჩარო ერთადერთი გუნდური სპორტის წარმომადგენელია ჯორჯიკია რომელიც ხუთჯერ არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ხუთჯერ. სხვა ესეთი არ ყოლია. ორჯერ თბილისის ოფიცერთა სახლში აიღო პირველი ადგილი, სამჯერ კიდე დინამოს სახელით.
ქორკია ერთით ნაკლებად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. და ქორკია თორსტები სამგზის. სამგზის. იყვნენ ევროპის ჩემპიონები. ორივე ევროპის ჩემპიონები. ნუ ვიცე-ჩემპიონობაზე და იმებზე არ არის ლაპარაკი. ოლიმპიადის ვერცხლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები არიან ორივე. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰელსინკის ოლიმპიადაზე 138 ქულა მოიპოვა ქორკიამ და იყო ყველაზე უფრო შედეგიანი გალათბურთელი საერთოდ იმ ოლიმპიადაზე. ნუ ამერიკელებთან წააგეს, თან რაღაც სასაცილო ანგარიშით, მაშინ ესე მთავრდებოდა რაღაც 26-25. და 8 ქულა აიღო ქორკიამ და მანამდე თამაშები აქვს თქვა ჩილესთან 38 ქულა აღებული და 25-დან რაღაცა საშუალოდ 17 ქონა ოლიმპიადა. კი ბატონო, ყველაზე ანუ საშუალოდ 17 და რაღაცა ქონდა, 17 და რაღაცა, რომელიც დღესაც ძალიან ოლიმპიადაზე კარგი შედეგი. ტოპ შედეგად ითვლება და გავითვალისწინოთ რა დრო იყო მაშინ, ნუ ელემენტარული თქვა ორქულიანი, სამქულიანი არ არსებობდა, ხო? ნუ დასახელებული, ნუ საბჭოთა კავშირის საუკეთესო გალათბურთელი ყველა დროის. როგორც იმ წლის, თქვა ასევე საბჭოთა კავშირის საუკეთესო გალათბურთელი იყო მე-20 საუკუნის დაასახელდა. გამოკითხვით იყო და აი ამ გამოკითხვის შედეგები პროფესიონალების აზრით რო ემთხვეოდა, არ მახსოვს გომერსკი იყო, მე მგონი თუ კონდრაშინი რო გომერსკი რო კი ბატონო, ეხა გომერსკი თუ არის ის შეიძლება არიციან ჩვენმა ახალგაზრდა ტელემაყურებლებმა, ეს იყო ნუ საბჭოთა კავშირის ნაკრების ნუ ერთ-ერთი ლეგენდარული მწვრთნელი. მე ისე უფრო მაინც ყოველთვის კონდრაშინისკენ ვიხრებოდი, უფრო მომწონდა ვიდრე გომერსკი. კონდრაშინი როგორც აღმზრდელი ალბათ უკეთესი იყო. მაგრამ ნუ ეხა გომერსკი ითვლება რიგის კაში მუშაობდა და სხვათა შორის ჩვენ გაგვამწარა, როცა ჩვენ ფინალში კი ბატონო წავაგეთ 60 სეკუნდაში გომერსკი იყო რიგის კას მწვრთნელი. ერთ რამეს დავამატებდი ბატონი კახას ნათქვამს, ესე იგი ჰელსინკის ოლიმპიადაზე 4 პერსონალურით იყო მაშინ გავარდნა. მე-4 პერსონალური რომ მიიღო ოთარ ქორკიამ, მაშინ იყო საკაიმო ანგარიში 23-23 იყო და შემდეგ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, ანუ მე სამწუხაროს რაზე ვლაპარაკობ ოთარ ქორკიას და ჯორჯიკიას გამო 4 პერსონალურის გამო. თორე 5 რო ყოფილიყო მაშინ. ოთარ ქორკია გაძლევდა ალბათ ბოლომდე და შემდეგ მოხდა ეს წაგება. სულ აი ოთარ ქორკიის ხიას გასვლის შემდეგ უპირატესობა ხელში აიღო ამერიკამ და თორემ შეიძლებოდა ჩვენ 52 წელშივე ყოლოდა 2 ოლიმპიური ჩემპიონი. ეს ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორკია რას არ პირველია. ჩვენ ახლა საქართველოს საბჭოთა გამოკითხებს საუბრობდი და 91 წელს ასევე FIBA-მ ჩაატარა და 50 საუკეთესო გალათბურთელი დაასახელეთო და იქაც მოხდა ოთარ ქორკია. მე ხაი მოკლედ შევეხედა თქვენ უფრო ფართოდ ხო არ განიხილავდით ოთარის და ნოდარის სპორტულ მიღწევებს და საერთოდ რატო იყვნენ ისინი ლეგენდები იქნებ უფრო დაწვრილებით გააცნოთ მაყურებელს. დავძენდი თქვენად თქოს დავძენდი ესეთ რაღაცას რომ როდესაც 4 ჯარიმით გავარდა ფინალში მას როგორც გამოვთვალეთ ხო როგორც თქვენ თქვით რომ 2 ჩააგდო მას შემდეგ საბჭოთა კავშირმა და 13 ქულა ამერიკამ. 2 ქულა. ანუ ქორკას ქონდა 8 ქულა და დარჩა ხო და რითი თქვა მინდა რომ კი ის თამაში არ მინახავს და არ ვიცი, კარგი იქნებოდა რომ გვენახა და ყოფილიყო, ძალიან და მაინტერესებს ახლა. ჩემო თასის ფინალი უფრო მაინტერესებს და შემდეგ სხვა თამაშები, მაგრამ
იმთან და რისი თქმა მინდოდა რომ მე ისე მცირეხნიანი ჩანაწერი არის მაგ თამაშის. კი, ძალიან მოკლე. მაგრამ მოკლე და საერთოდ შტაბშტილებას არ დაგვიწევს. იქ რაც მინდა რომ დავინახო, ვერ დავინახე. დაცვაში დარწმუნებული ვარ რომ ანუ დაცვით ითამაშა ძალიან კარგად. ეს სწორედ მისი დაცვა დააკვდათ რომ მე მიიღეს ამდენი ქულა. მე ეგრე ვფიქრობ და ალბათ ეგრე იქნება. და ერთიც უნდა დავამატოთ, არ შეიძლება რო არ იცოდეს ჩვენ მამაყურებელმა, რო არ გავაგებინოთ რომ 12 კაციანი გაკეთდა მაშინ, ხუთეული სიმბოლური არ კეთდებოდა. 12 კაციანი გაკეთდა და ამ 12 კაციანში შეიყვანეს ოთარ ქორქიაც და ნოდარ ჯორჯიკიაც. ანუ ამას სიმბოლურ ნაკრებს მაშინ ესეც აკეთებდნენ, იმიტომ რომ თავისი სკამით 12 კაცი იყო იმას. და როდესაც გადიოდა 4 ცოტა ესეთი დეტალურად საუბრობთ მაგ თემაზე, მაგრამ ესეთი აუცილებელია რომ ესეც იცოდეს რა, რომ როდესაც გადიოდა მოედნიდან ლოველეტი, კლაიდ ლოველეტი ამერიკის ნაკრების კაპიტანი იყო. ფეხზე წამოუდგა და იმ მომენტში საერთოდ სკამზე იჯდა და წამოდგა და მე უკვე სხვებმაც მიმდა ტაშით გააცილეს მოედნიდან და ალბათ ხდებოდნენ რომ უკვე კარგად იყო მაგეთი საქმე, მაგრამ პატივისცემა გამოხატეს რა. და თან ეხლა ნაკრებში მოხვედრა მაშინ რამხელა პატივი იყო წარმოვიდგინოთ რამ ყველა. ომამდელ პერიოდში ბალტიელები იყვნენ თითქმის ევროპის ლიდერები რა, ეს სამივე ქვეყანა. ეს კი არა პირველი ჩემპიონები იყო. პირველი ჩემპიონები იყვნენ. ლატვია პირველი ჩემპიონი იყო, მე ლიეტუვა და ეს და ლიდერები იყვნენ კალათბურთში და ვინ მოხვდა ეხლა ამ 12 კაციან გუნდში? ორი საქართველოს წარმომადგენელი მოხვდა. ხუთნი იყვნენ ის ბალტიელები. და ნუ ახლა დანარჩენი რუსები რო იქნებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები, ამაზე ლაპარაკი არ არის და თან ახლა ის რუსეთის წარმომადგენლები მხოლოდ მოსკოვის და მაშინდელი ლენინგრადის არ იყვნენ, კიეველებიც იყვნენ და ოდესელებიც იმდენად და მაგრამ ორი ქართველის მოხვედრა იმ ოლიმპიადაზე, ხო, ეს უკვე ძალიან დიდია და მანამდე უკვე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ მოგებული, უნივერსიადის ჩემპიონები იყვნენ და ნუ წარმატებების მთელი ის კონდათ დაგროვებული. თან ალბათ ისეც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთში კი იყო, მაგრამ კალათბურთში საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი ქართველი რო ყოფილიყო, პირველი იყო ქორქიას გარდა. ნუ 57 წელს გახდა პირველად ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი. დიახ და ფინალში ჩაგდო 23 ქულა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში 23 ქულის ჩაგდება ყველაფერზე მეტყოლებს რა. დღესაც ძალიან მაღალი შედეგია. რა თქმა უნდა. და რატომ იყვნენ ლეგენდები? გავიხსენებ ისევ ბატონ გურამინაშვილის მონათხრობს, ესე იგი ოთარ ქორქიას როდესაც დაფრინავდნენ დაქონა ბორჯომი თავისი, ესე იგი ერთი ყუთი ბორჯომი იყო კონკრეტულად ოთარ ქორქიას. აბა სხვა ვინმე თითი დაედო მაგ ბორჯომისთვის. ანუ უკვე ეს რო მიყვებოდა, ანუ ამ სიტყვებიდან ჩანს რომ ის შეიძლება სხვას უნდოდა და იმ სხვას არ წაუღებდნენ ეს საერთოდ რა, იმიტომ რომ ეს დიდი გავლენა ჰქონდა გუნდზე. კაპიტანიც დიახ, ავტორიტეტი და არა მხოლოდ საბჭოთა ნაკრებზე, ევროპაშიც ძალიან ისეთი პატივსაცემი ადამიანი იყო და კიდევ ახსენდება ეს სიტუაციები ქართულ ხასიათთან დაკავშირებით რა, რომ იყო ერთ-ერთი კიევს ვეთამაშებოდითო და გვარი არ მახსოვს რომელი მოთამაშემ რაღაც უთხრა ოთარ ქორქიასო და შებრუნდა და ისე დაარტყაო რომ მახსოვს როგორ აი კაცი გაფრენილ პირველად ვნახეო რა გურამინაშვილი ყובה და აი მართლა გაფრინდაო ის არა და კალათბურთელი იქნებოდა ხო ისიც ძლიერი სპორტსმენი იქნებოდა მაგრამ ანუ ფიზიკურად ძალიან დიდი ძალა ჰქონდა ოთარ ქორქიას და იმას არ ვამბობ რომ უნდა დაერტყა უბრალოდ იმას ვამბობ რომ ის მაგალითით ну ყველა მიცოდა რომ ოთართან ხუმრობა კი არა სიტყვის რაღაცა მოწიწებით უნდა ყოფილიყვნენ ყოველთვის და ეს ну ფიქრობ რომ რა ვიცი ხა ქართული ხასიათის ნიშანი იყო და ну ესეთი თვისებები უკვე შემდეგში ჩვენ კალათბურთელებსაც ახასიათებს და რა ვიცი ხა არც იმას ვამართლებ რომ თორნიკე შენგელიამ თქვა იგივე ბილბაოელს თქვა უთავაზა ვილეთ რომ თქვა მაგრამ ну იმ მომენტში როგორც ჩანს ალბათ
რა ვიცი ხა იგივე არ უნდა იგზნო არავის რომ ვინმე თორნიკეს დაჩაგრავდა რა ეხა ეს ყველამ უკვე იცის ახლა მაშინ შეიძლება ახალგაზრდა შედარებით ახლა იყო არ იცოდნენ მაგრამ დღეს უკვე ეგრე ვეღარავინ გაუბედავს ვერც თორნიკეს გავს კი ბატონო ეხლა ნოდარზეც თქვა ჯორჯიკიაძე ეს ჩემი აზრით ესეთი წარმატებულად მოთამაშე დაცვაში კალადურთელი ჩვენ საერთოდ არ ყოლია ყველაზე ძლიერი იყო დაცვაში და ეს შემთხვევითი არ არის რომ ეს ევროპის პირველი ჩემპიონატი იყო ესეთი ჟურნალისტი იყო ცნობილი ჟურნალისტი იმდროინდელი ბიუსნელი ფრანგი და იმან თქვა რომ ძალიან ძლიერია დაცვაში და გველისებრი ჯორჯიკია დაარქვა ეს ისე რაღაც ისე იკლაგდეს და მართლა ძალიან იმავე ჩემპიონატზე იყო თვალსწრები რომ მაშინ ეგვიპტე თამაშობდა ევროპის ჩემპიონატებზე და ეგვიპტელთა ლიდერი ძალიან თავიდან თამაში რო დაიწყო ბევრ ქულას აგროვებდა გვარი აღარ მასოს იმ ლიდერის დაუყენეს ჯორჯიკია ნოდარ ჯორჯიკია და გარკვეული პერიოდის მერე საერთოდ შეცვალეს და თამაშის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე იჯდა ძალიან აი მართლა საუკეთესო ქართველი მოთამაშეა და დაცვაში ვინც კი თამაშობდა თან იმ დროს გავითვალისწინოთ არავინ აღარ იცხავდა ჩაჭრებს პირველი შეტევის წამოწყებას და ნუ მსგავსი რაღაცები ჯერ არ იყო რა არც ის იყო რომ კომპიუტერიზაცია არ იყო რაც ის არის ყველაზე მთავარი არის დღეს ამის იმაში და ნოდარ ჯორჯიკიას მე დარწმუნებული ვარ არანაკლები შედეგები ექნებოდა ვიდრე მის შემდგომ თაობას ჰქონდა ეს რო ყოფილიყო ჩაჭრების აღნიშვნა პირველი შეტევის წამოწყება და სისწრაფეც ნუ შემდეგ ისინი ახლა განვეორდები და ვიტყვი ედეშკოს ნათქვამს გავიმეორებ ედეშკოს აქვს ნათქვამით თავისთან უწერია რომ როდესაც გავიგებდით ხმას ზურიკო მიშიკო ხვდებით ალბათ ვიზეც არის ლაპარაკი რაღაც ცეცხლი ენთებოდა მინდორზეო და მე დარწმუნებული ვარ რომ იგივე ცეცხლს ანთებდა ნოდარ ჯორჯიკია და ოთარ ქორქია როდესაც აი ამ ნოდარი და ოტარის გაიგებდნენ დანარჩენები. ორივე არის თავდაუზოგავი მოთამაშე იყო, ოთარ ქორქიაზეც არის ცნობილი, ხელმტკივანს უთამაშია და ეს ცნობილი ფაქტი, როდესაც დინამოს ცენტრალური საბჭო იყო ესე, ყველა საბჭოთა კავშირის ყველა დინამო ჩემპიონატს ატარებდა და როგორც წესი თბილისის და მოსკოვის დინამოელები გადიოდნენ ფინალში. და ახალი ოპერაცია ქონდა, ვარსკვლავის ოპერაცია ნოდარ ჯორჯიკიას გაკეთებული და სათადარიგოს კამპზე იჯდა და წესდარიგით არც უნდა ეთამაშა, მაგრამ გაუჭირდა თბილისის დინამოს და მოითხოვა რომ მათამაშეთო და ითამაშა თავდაუზოგავად ეს თამაში მოვიგეთ და მატჩის მერე რომ ნახეს, აი ეს ჭრილობები ქონდა გახსნილი. აი ეს თავდაუზოგავი მოთამაშე იყო ოსტატობასთან და დაცვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხა ჩემი დაკვირვება არ არის, მაგრამ აი მაღალი ინტელექტის მოთამაშეები ყოველთვის დაცვაში კიდევ უფრო კარგები არიან და აუცილებლად ხა ინტელექტზე რა თქმა უნდა ვისაუბროთ კი არა, ანუ არ შეიძლება მაგაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ როდესაც ძალიან მაღალი დონის სპორტსმენი ხარ და იმიტომ ეს ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია იმხანად იყვნენ, რა ვიცი ხა განათლებული ხალხი და მაგიტომაც მიაღწევს და ეს მაგალითი უნდა იყოს სწორედ აი ამ რა ვიცი ხა ახალი თაობისთვის რომ განათლების და ინტელექტის გარეშე და ინტელექტის განვითარება უნდა ნუ ძნელია რომ მაღალ ბიზნესს მე მქონდა ბედნიერება რომ ახლო ურთიერთობა მქონდა ნოდარ ჯორჯიკიასთან მის ოჯახთან ძალიან განათლებული მე იშვიათად მინახავს ესეთი განათლებული ადამიანი როგორც ნოდარ ჯორჯიკია იყო და სხვათა შორის ამას აი შენ გურამინაშვილზე წიგნი როგორ დაწერე თვით გურამინაშვილიც ამბობს რომ მე წიგნის გარეშე არ მინახავსო ნოდარიო სულ წიგნი ქონდა გადაშლილი და კითხულობდაო მე კიდევ ერთ შტრიხს მინდა გაუსვა ხაზი რა თქმა უნდა ეხა ანაზღაურებით დღევანდელ ანაზღაურებებს რო შეადარო იმ დროინდელი ანაზღაურება ეს ცადა დედამიწა წარ არის შეიძლება ითქვას რა მაგრამ ნუ ერთგვარი წახალისებები და უპირატესობები ხა მაშინაც იყო ხო
ერთ გუნდში თქვა რამდენი იყო ანაზღაურება ამ პირობებში შეგიქმნებენ მეორე გუნდში მეორეში ან თქვა სულ ელემენტარული კუიბიშევში ცხოვრებას მოსკოვში ბინას მოგცემდნენ ჯობდა ხო რო გეტყოდნენ არ წამოდი იქიდან და მოსკოვში ხო მანქანა და რა ვიცი ყველაფერი და მე ესეთი რაღაცა მსმენია ბატონე ქორქიას ვაჟისგან რომ და რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო მის სიტყვებში როდესაც ჯერ კიდევ თორმე ქუთაისიდან მოდიოდა ქორქია და ჩამოდიოდა დინამოში სათამაშოდ მაშინ ლენინგრად შეუთავაზებია რომ ითამაში ჩვენთანო და ნევსკიზე დაპირდნენ ნევსკი ნუ ვინც არის პეტერბურგის ღევანდელი პეტერბურგის მთავარი გამზირია თავარი გამზირი იქ დაპირებენ 4 ოთახიან ბინას ეს მაშინ როდესაც შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონები რო გახდნენ და ბელოს მისეს 2 ოთახიანი ხრუშოვკა ლენინგრადში ესე იგი რამდენად მეტი ქორქიას არ მოიდგენ დაპირდა 4 ოთახიან ბინას ნევსკიზე ამან უარი უთხრა ჩამოვიდა თბილისში და მაშინ შვილები ყავდა უკვე ორ შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ესე იყო და საერთო საცხოვრებლები იყო ყველა ჩამოსული იმის არა სხვა ხალხი იყო რა იმიტომ რომ მათთვის მართლა უპირველესი იყო ქვეყნის პრესტიჟი რა თავსდებდნენ ამისთვის და რა ვიცი გაანათლოთ ვერტა მათი სრულები. და აუცილებლად უნდა ვთქვათ ოთარ ქორქიას მწვრთნელობაზეც, ხო? 62 წელს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით, რომ სწორედ მისი დამრიგებლობით მოხდა. მე ვთვლი, რომ ქართულ საკლუბო სპორტში ყველაზე დიდი წარმატება. ჩემპიონთა თასი, თან ფინალში რეალი და არ დაგავწეს, რომ როგორი CSKA იყო ნახევარფინალში. უკვე პრაქტიკულად ნახევარი საბჭოთა კავშირის ნაკრები იმ CSKA-ში იყო. ძალიან ძლიერი და ჩვენ ნახევარფინალი 2 თამაში იყო და ორივე მოუგეთ. CSKA. ორივე მოსკოვშიც მოუგეთ პირველი, მეორე თბილისში. ძალიან დიდი ამბავია. ორი ვერსია რომ ესე იგი თქვესო, ანუ გადაიბარესო და უთხრესო რომ უნდა წააგოთ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ CSKA-ს მოუგებდა. ანუ ხო, კარგად მაინც უკეთესად ეთამაშა. მეტი შანსი ექნებოდა მოგების. ამათ ხო, ნუ დინამოსი ნუ არ სჯეროდათ ახლა დინამოელების გარდა, ნუ საქართველოს გარდა ალბათ არ სჯეროდათ იმას და მაგრამ არის ეს ვერსია, მაგრამ როგორც ნუ არ ყოფილა ეგრეო, მაგრამ ეგეც მითხრეს და არ ვიცი ხა ის რამდენად მართალია, შეიძლება ძალიან ისეთი ვიწრო სივრცეში მოხდა ეგ ყველაფერი რომ ეგ დათმეთო, მაგრამ რეალურად CSKA-სთან პირიქით შეიძლება იმიტომაც გაბრაზებული ორივე მოუგეს, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა რა ვიცი, არ უნდა ვერანაირად ვერ მოითმენ მაგას რომ თქვა რომელიმე ეს ამბავი ახლა რაც თქვენ ბრძანეთ არ ვიცი ახლა საბედნიეროდ სამწუხაროდ თუ რა არ დადასტურდა იმიტომ რომ მადლობა ღმერთს 90-იანი წლების შემდეგ მრავალ მათგანს რომელიც მოთამაშეები იყვნენ იმ გუნდის მოუწიათ ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში ამას ყველას რასაკვირველი არ ჩამოუთვლით მინაშვილიდან დაწყებული გუნდის კაპიტნიდან ვალერი ალთაბაევი და რაც თავარია თვითონ მწვრთნელი ოთარ ქორქია და ნუ არადასტურებენ რა ამ ამბავს რომ იმიტომ რომ ვერც გაუბედავდნენ ამას მე ესე მგონია რომ ეხლა როგორია CSKA-სთან წააგე თამაში როდესაც გუნდი იყო მომართული და შემართული იყო იმდაგვარად თან ეხლა რა ხდება 62 წელში გაიხსნა სპორტის სასახლე, დღევანდელი სპორტის სასახლე, აი აქ გვაქვს წარმოდგენილი ფოტოს. 61-ში გაიხსნა. 61-ში გაიხსნა და 62-ში უკვე CSKA-სთან 61-ში გახსნეს ხელბურთელების თამაში და 62-ში უკვე CSKA-სთან ვინ გაუბედავდა ამ ახალ აშენებულ დარბაზში წაგებას და ამის თქმას. ეს გამორიცხული იყო, რომ ესეთი რამე გაებედათ მათთვის.
სურვილი შეიძლება იყოს ვიღაცების გარკვეული სურვილი. არა, მე არ გამორიცხა რომ კიდევაც უთხრეს, ეს გამორიცხვაც ახლა ასეთ ცალსახად არ შეიძლება. ოთარ ქორქიანის შეიძლება ვერც მიიტანეს შიშით. ვერ მიიტანე, თორე. დიდი ალბათობით იყო კიდევაც ეგეთი კარტი. მისი მუშტი ახსენეთ თქვენ და რა მუშტი მოხდებოდა იმას, ვინც მაგას გაუბედავდა მაგის თქმას წარმოვიდგენთ. ერთს ვიტყოდი, ერთს კი არა აუცილებელი არის სათქმელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის. წიგნის ავტორი არის ვაჟა დანელია, ესე იგი ქართული სპორტის მემატიანი, არა მხოლოდ კალათბურთი. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან კალათბურთში ისეთი მნიშვნელოვან თემებზე მუშაობს. ესე იგი ფაქტობრივად უნდა ამოაბრუნა ეს ჩვენი კალათბურთის ისტორია, რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი კალათი საქართველოში შემოვიდა 1922 წელს და 2022 წელს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას აღნიშნეთ ევროპის ქართულ კალათბურთის 100 წლის თავი და საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი გამოკვლევა აქვს ვაჟა დანელიას და ამბობს კი არა, ისეთი ჯერა მეც უკვე ესეთი დოკუმენტური მასალები არის, რომ 2000 წელს უკვე იყო საქართველოში კალათბურთი. 2000 არა, 1900 წელს იყო კალათბურთი საქართველოში. უბრალოდ ამ თემაზე ვინმე ჩამოვიდა და იმანი თამაშა წიგნში არის ანუ ისეთი ესენი დოკუმენტური ისეთი თემებია, რომ უკვე სახელმძღვანელო იყო კალათბურთისა. სახელმძღვანელო და მაგას მე რაღაც ანუ უბრალოდ ეს ისეთი თემა, რაც ძალიან ვრცელი საუბარი შეიძლება, მე ის წაკითხული მაქვს ბატონი ვაჟა დანელიას ნაშრომი და რა ვიცი ხა ვერ განვასო ვერ მოვყვები ისე და ამიტომ უბრალოდ ეს ის თემაა, რაც უნდა თუ თქვათ ესე კიდევ უფრო გავრცელდეს კალათბურთის ფედერაციამ წაიტაცოს და რაც უფრო ძველი ისტორია გვაქვს მით უკეთესი. მაშინ ის თქვათ რაც დანამდვილებით. ესე იგი სულ რაღაც 9 წლის გამოგონებული იყო ამერიკაში, რომ უკვე ჩვენთან 1891 წელს არ დიახ, უბრალოდ როგორ იყო, რა ფორმით ეგ არის საკითხავი ეს. მაშინ ის თქვათ რაც დანამდვილებით. ღრმად რო ჩავიდეთ, ჩვენ ხوار ვასწავლეთ ამერიკაში. შეიძლება გაირო. რაც დანამდვილებით ვიცით, ის თქვათ მაშინ, რომ გადაცემაში იცოდნენ. ქუთაისში ეგრეთ წოდებული თურმე სემეინი დვორ ყოფილა. და პირველი კალათი იქ გაკეთებულა, კალათბურთის პირველი მოედანი იქ გაკეთებულა და მისი სულისჩამდგმელი იყო პირველი მწვრთნელი ქუთაისელთა გივი კილაძე. იყო ესეთი ეს სხვა კილაძე არის შემდეგ კალათბურთელი რომელიც იყო. ისე ქუთაისი ახსენეთ ახლა თემურ ბატონო და როგორც ფეხბურთში ასევე კალათბურთში სამ ქალაქს უდიდესი წვლილი საქართველოსთვის თან მაღალი ადგილი უჭირავს. ერთიც მინდა თქვა ახლა უკვე ახალი სპორტის სასახლე უნივერსიტეტის ქუჩაზე რომ გვაქვს. იმას აბრა არის გამოკრული, кайხანია რომ ამას მიენიჭა ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი, მაგრამ რაღაც ჯერ ოფიციალურად თითქოს უკრაინასთან თამაშის დროს უნდა ოფიციალურად თქვენ ხო არა გაქვთ ეგროვ ნახე მე ვფიქრობ რომ მაგას რაღაცა კი დააწერეს, მაგრამ ველოდებიან რომ რაღაცა ოფიციალურად ეს ხო უბრალოდ მოვლენ არ არის ხო რაღაცა სპორტის სასახლეს, რომელსაც ჯორჯი არენას ვეძახდით ხოლმე თავიდან და მე თბილისი არენა და უკვე ყავს ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკის სახელი და მგონია რომ ამას გაპიარებას ვეძახით დღეს თუ ანუ ხმამაღლა სათქმელი და ამიტომაც არაფერს არ ვამოვდი და ამიტომაც არ ვთქვი რომ ველოდები ისე არ გამომივიდეს მეთქე ანუ ოფიციალური და უბრალოდ წავიკითხე მეც მეტი არ ვიცი არაფერი რა მე ვიცი რა უკრაინასთან თამაშის წინ უნდა ოფიციალურად უნდა გამოგვეცხადებიას, მაგრამ რატომღაც არ მოხდა და მე მინდა თქვა რომ ნამდვილად გამიხარდა და ეს ორი ადამიანი იმსახურებს რომ აი თავარ არენას ერქვას ამ ორი დიდი კალათბურთელის და დიდი ადამიანის სახელი. მეგობრებო, სამწუხარო დრო ულმობელია და სწრაფად მიქრის. მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ამ ორ დიდ ლეგენდას დაგეგმილი გვაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ამ ორ
ლეგენდარულ ადამიანს კიდევ ერთი გადაცემა მიუძღვათ მომავალში და დაგეგმილი გვაქვს, სადაც მათი ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას და ისაუბრებენ მათზე. დღევანდელი გადაცემა კი იძულებულები ვართ რომ ამი დავამთავროთ. ამიტომ დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ სტუმარს, ჩვენ ვაჟას, ჩვენ კოლეგას. და იმედი ვიქონიოთ, რომ კვლავ გვეწევა მოგვამარაგებს ამ საინტერესო წიგნებით და საინტერესო გადაცემებით და გრიფინის აფრენასაც მალე უმაღლეს დონეზე ვიხილავთ. დიდი მადლობა. არტანუც გამოცდილება არტანუც კიდევ სხვა ბევრი საინტერესო პროექტი აქვს და ვფიქრობ, რომ აი ძალიან მალე უკვე გაზაფხულისთვის ესენიც უკვე ხალხი გაიგებს და ნახოთ, რა თავარია რომ კალათბურთი, არა მხოლოდ კალათბურთი, სპორტის მიმართულებით ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა. ძალიან კარგი. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ვაჟა, დიდი მადლობა. გისურვებთ გამარჯვებას. მადლობა, ისევე თქვენ. კარგად ვზანდებოდეთ.